მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო თითქმის ერთპარტიული იქნება. 46 დეპუტატიდან ოპოზიციას მხოლოდ 2 მანდატი ერგო. დღეს საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა. დღეს ბოლოს ხტომა ჩაატარა ოზურგეთის ნომერ 63 საოლქო საარჩევნო კომისიამ და შემაჯამებელი ოქმიც გამოქვეყნა. როგორც ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბერდია ლომიძემ გითხრა, ოზურგეთის ახალი მოწვევის საკრებულო 46 კაციანი იქნება. მათგან ქართული ოცნების დეპუტატები პროპორციული სიით 13 გახდა. თითო მანდატები კი ლელო ძლიერი საქართველოსა და გახარია საქართველოსთვის წევრებს ერგოთ. რაც შეეხება მაჟორიტარებს, აქ სრული უმრავლესობა 31 მანდატი ქართული ოცნებისა. ახალი მოწვევის საკრებულოს ხდომა სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, როცა ცენტრალური საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმს საბოლოოდ გამოაქვეყნებს. საოლქო საარჩევნო კომისიის დღევანდელ ხდომაზე კომისიამ შეაჯამა 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგები. რაც შეეხება შედეგებს, გეტყვით, რომ პროპორციულ ნაწილში სულ 3 პარტიამ გადალახა 4%-იანი ბარიერი. პროპორციულ ნაწილში 13 საკრებულოს წევრის შეყვანა ქართულმა ოცნებამ შეძლო, ხოლო თითო საკრებულოს წევრი შეიყვანა გახარია საქართველოს და ლელოს პარტიებმა. რაც შეეხება მაჟორიტარულ ნაწილს, 31 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა მაჟორიტარული არჩევნები და 31-ვეში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო მერის არჩევნებში 2 კანდიდატურა იყო სულ წარმოდგენილი და ამ ქართული ოცნების და გახარიას პარტიიდან შესაბამისად ქართული ოცნების კანდიდატმა პაატა კუნჭულიამ 92.74% აიღო და იგი გახლავთ გამარჯვებული მერის არჩევნებში. რაც შეეხება საკრებულოს შემადგენლობას, სულ ჯამში 46 საკრებულოს წევრისაგან იქნება შედგენილი მომდევნო 4 წლის განმავლობაში. საკრებულოს პირველ ხტომას მთელი საქართველოს მასშტაბით CESCO მოიწვევს საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 1 თვის განმავლობაში. შესაბამისად, ახლა უკვე CESCO-ზე არის დამოკიდებული ამ 1 თვეში, როდის განსაზღვრავს და როდის მოიწვევს საკრებულოს პირველ ხტომას. რუსთაველის გამზირზე მისვლისა და აქციის მონაწილეებთან გასაუბრების გამო ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გააუქმა. აღნიშნული განცხადება დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა. ელთოს თავმჯდომარე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი გუშინ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა. ელინა ვალტონენმა რუსთაველის გამზირიდან სოციალური ქსელით ვიდეო მიმართვაც გაავრცელა. მე ვარ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. აქ მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება. ბევრი ადამიანი მოდის, აფრიალებს ევროკავშირის, ნატოს დროშებს, როგორც ჩანს ფინეთის დროშასაც. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს დროშას. მიზეზი არის ის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია იმ მიმართულებით, რომლითაც ეს ქვეყანა მიდის, რომელიც ართმევს ადამიანებს ძირითად თავისუფლებებს, დაწყებული გამოხატვის თავისუფლებითა და შეკრების თავისუფლებით. ცხადია, ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და ჩვენ აქ ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას არ შეხვედროდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პოლიტიკური შეფასებები მოყვა ოპოზიციაში და მმართველ გუნდში. 2020 წლამდე და რუსულ კანონამდე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყველა, მათ შორის ახლა მის დაასახელეთ, ხარს რო უჭერდნენ ქართულ ოცნებას, სანამ ქართულმა ოცნებამ არ გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე და არანახა, რომ არის რუსული საოკუპაციო რეჟიმი. ხარს რომ უჭერდნენ ქართულ ოცნებას, მაშინ თუ ჩაუთვლია ქართულ ოცნებას, რომ ეს იყო შიდა საქმეებში ჩარევა. თუ ვინმე ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, თუ ვინმეს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, თუ ვინმე ებრძვის ამ ქვეყანას, ეს არის მხოლოდ რუსეთი, რომლის წარმომადგენლობაც არის აქ ქვეყანაში ქართული ოცნების სახით. ფინეთის საგარეო მინისტრი საქართველოში იმყოფებოდა როგორც ელთოს თავმჯდომარე და ამ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ჟენევის მოლაპარაკებებზე საუბარი. ამიტომ არ მიკვირს ის, რომ კობახიძემ გააუქმა ეგ შეხვედრა, რა თქმა უნდა, რუსთაველზე მისვლა იყო მხოლოდ საბაბი, იმიტომ რომ კობახიძეს მოუწევდა ამ შეხვედრისას ასევე ესაუბრა და აეხსნა, რატომ ატარებს ქართული ოცნება რუსეთის ინტერესებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად
მთლიანად რეგიონში. სულ რამოდენიმე დღის წინ ეს მიტინგი იყო ქვეყანაში სახელმწიფო და კონსტიტუციური წყობის დამხობის ეპიცენტრი და უცხადებ ამას სოლიდარობას და არ გმობ დამხობის მცდელობას და დემოკრატიული არჩევნების უგულებელყოფის მცდელობას და ქართველი ხალხის არჩევანის, ასე ვთქვათ, ფეხქვეშ გათელის მცდელობას და ახალისებ ესეთი ტიპის, ასე ვთქვათ, უკანონობას, რა თქმა უნდა, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება მისი, სწორედ ძალადობრივი პოლიტიკური სპექტრის ახალისების. ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნის საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს მომავალში მიმართავს. მართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის ბოლო დეტალებს აზუსტებს. ასევე 13 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით დაიწყო საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პარტიული საქმიანობის, მათ შორის პარტიის დაარსება, პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავება, სახელმწიფო პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს. რაც არ უნდა გააკეთოს, გაგვაუქმოს, აგვიკრძალოს მონაწილეობა თუ ასე შემდეგ, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა იმ კუთხით არ აქვს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რა ფორმით, როგორი ფორმით ამას შევხედავთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ და ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი რიგითი წევრის განწყობა არის ეს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს რეჟიმმა, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. ნაციონალური მოძრაობა არ არის რაღაც ქაღალდი და იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი. ნაციონალური მოძრაობა არის ღირებულებები და ფასეულობები და ამისთვის ბრძოლა ცხადია გაგრძელდება. რა ფორმით იქნება ეს ბრძოლის გაგრძელება? ეხლა კანონპროექტით ნახეთ, ფაქტობრივად სუნთქვას გვიკრძალავენ. იატაკქვეშეთიდან რომ მოგვიწიოს ბრძოლამ რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, იატაკქვეშეთიდან ვიბრძოლებთ. ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა რო სდომებოდა ოცნებას ამას აქამდე გააკეთებდა, მაგრამ არ გააკეთა იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის გარეშე ოცნება ხელისუფლებას და ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებდა. რადგან ნაციონალური მოძრაობა არის ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ერთადერთი მთავარი მიზეზი. და ეს 4 ოქტომბრის მერე მაინც კარგად უნდა გაიაზროს ქართულმა საზოგადოებამ. ძალიან რთულია წინასწარ სერიოზულად ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად შეიძლება ჩვენს პოლიტიკურ ძალას შეეხოს აკრძალვა. უბრალოდ გაუგებარია, არასერიოზულია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ოცნებისგან ყველაფერი მოსალოდნელია და შესაბამისად ჩვენც ყველაფრისთვის მზად ვართ. მათი არგუმენტი არის ერთადერთი, ჩვენ მაგრები ვართ, ძალა გვაქვს და დანარჩენებს გჩაგრავთ. ამ წუთას დასაჩაგრი ობიექტი არის ისტორიული მეტოქე ნაციონალური მოძრაობა და მისი ჩაგვრით საზოგადოებას თავს აწონებენ. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არ არის ნაცმოძრაობის ჩაგვრა, სინამდვილეში თავისი შინაარსით ეს არის ქართული ოცნების ძალაუფლების უკონტროლოდ გადიდება, ისე რომ მათ ფაქტობრივად ნებისმიერი პოლიტიკური ოპონენტის დაკავების ან გაქრობის საშუალება ეძლევათ. პირველი, ვინც 2012 წლამდე იყო სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მათზე აუცილებლად გავრცელდება ეს სარჩელი და რაც შეეხება 2012 წლის შემდგომ პერიოდს, ვინც ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალასთან ერთად მონაწილეობდა ქვეყნის წინააღმდეგ გამოდმებულ საბოტაჟში, რა თქმა უნდა, ყველას შეეხება ეს საკონსტიტუციო სარჩელი და არჩევნზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. საუბარია ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება არ ქონდათ უშუალოდ პარტიული სტატუსი, მაგრამ პირდაპირ იყვნენ დაკავშირებული შესაბამის პარტიებთან, მათ შორის შეიძლება დაკავშირებული იყვნენ 9 ჯიმთან და ასე შემდეგ. ანუ ასეთი ტიპის კატეგორიის ადამიანები იგულისხმება ამ ჩანაწერში. აქციის მონაწილეების მხრიდან დემონსტრაციაზე ნიღბის გამოყენება, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, ცრემლსადენი ან სხვა მომწამლელი ნივთიერებების ქონა პირველივე შემთხვევაში 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს. აღნიშნულ ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი მხარს მალე დაუჭერს. აქციის მონაწილე, რომელიც პარალელურად აქციის ორგანიზატორიც იქნება, მას ციხეში 20 დღის გატარება მოუწევს. ახალ გამკაცრებულ რეგულაციებს ადმინისტრაციულ სამართალდამღვრელთა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ის ცვლილებები ითვალისწინებს, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველივე მოსმენით პრინციპების დონეზე მხარი უკვე დაუჭირეს.
ხედავთ რა რომ ჯარიმები ვერ ხდება შემაკავებელი, ვერ ხდება პრევენციული და არ აქვს მას პრევენციული შედეგები, შესაბამისად 300 დღის განმავლობაში ჩვენ ხედავთ რომ რამდენიმე ათეული ადამიანი ძალადობს მილიონზე მეტ თბილისის მოქალაქეზე ცვლილებების მიხედვით რამდენი გაზის ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მოუწავლე ნივთიერების ქონის გზის გადაკეტვის ან სხვა დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შემთხვევაში გაფრთხილდებიან შესაბამისად მანიფესტაციის მონაწილეები და თუ ისინი განმსაცინებლად მოქმედებაზე უარს არ იტყვიან და კანონს არ დაემორჩილებიან, მათ მიმართ გამოყენებული იქნება სამართლიანი სასამართლოს რეჟიმში ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ასე იგივე ეხება მაგალითად სახის ნიღბებით დაფარვას, აცრდება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ან პოლიციელის და სამართალდამცავი ორგანოს სხვა წარმომადგენლის შეურაცხყოფა, მესამე შემთხვევა გამოიწვევს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია 9 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოების, ასევე თბილისის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლება სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 9 პირი. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.